დიაგნოზი არ განსაზღვრავს ადამიანებს რა. ლუკა ჩემი შვილია. ეს ჩვენი მზეა და ჩვენი სითბოა და ადამიანობას განსაზღვრავს სიყვარული, ადამიანობას განსაზღვრავს ურთიერთობა, სითბო. როგორც ექიმი შემიძლია გითხრათ, რომ ესენი ოდნავ განსხვავებულები არიან, ამათ ოდნავ მეტი სიყვარული ჭირდებათ და ოდნავ მეტი შრომა იმისთვის, რომ გავიდეთ შედეგზე. სამაგიეროდ შენ მიიღებ აბსოლუტურ სიყვარულს, შენ მიიღებ გულწრფელობას, რომელიც თვალით არ უნახავს არავის რა. ესენი არ არიან განსხვავებულები, ესენი არიან მოტივირებულები იმისთვის, რომ გასცენ სითბო, გასცენ სიყვარული, რომელსაც შენ იგრძნობ და რომელიც შენ გაძლევს მოტივაციას, გააკეთო მეტი, ჩადო მეტი, იშრომო მეტი და რაც თავარია, ესენი გასწავლიან სიყვარულს, რომ შენც უნდა გასცე სიყვარული. საბოლოო ჯამში ხო ყველაფერი ურთიერთობაა და ყველაფერი ორმხრივია, სამმხრივი არაფერი არ არსებობს და ასე რომ გვერდში დაუდგეთ ბაიებს, გვერდში დაუდგეთ ადამიანებს და შეუქმნათ პირობა ყველას იმისთვის, რომ გვიყვარდეს, იმისთვის, რომ ვიყოთ უწრფელები და რაც შეიძლება მეტი სიყვარული ვაკეთოთ დედამიწას. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს აქვთ იგივე განცდები, შიშები ექიმთან ვიზიტისას, როგორც ყველა სხვა ბავშვს. მათ ჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, პროცედურებისთვის მომზადება. თამაში კი ამისთვის საუკეთესო გზაა. ჩვენ უერთდებით წლევანდელ გზავნილს ერთად მარტოობის წინააღმდეგ. მოდი რამე სიმღერა მიმხედავ, რა გიყავს? აი, საგა.